ამას წინათ ერთმა კითხვა დამისვა. რა ხდებაო ჩემ თავსო? ურთიერთობაში ერთი და იგივე პრობლემას ვაწყდებიო, ვიცნობ, ურთიერთობაში შევდივარ, მერე ეს ადამიანები ჩემგან მიდიანო. ესე მგონია ერთი და იგივე სცენარით ვცხოვრობო. და რა უნდა ქნა? უნდა გაჩერდე. აი უბრალოდ უნდა შეაჩერო საერთოდ პარტნიორის ძიების ფუნქცია. მინიმუმ 1 წელი. უბრალოდ გაჩერდი. მთელი ცხოვრება ამ ძიებაში ხარ, პარტნიორის ძიებაში ხარ, ურთიერთობიდან ურთიერთობაში დახტი ხარ და საკუთარი თავისთვის 1 წელი არ დათმე. მთელი ცხოვრების განმავლობაში შენი თავისთვის 1 წელი არ დათმე, რომ ის 1 წელი შენ თავს მიუძღვნა. იმიტომ რომ შენ რომ დაიბადე, ყველა გარე მექანიზმები ყველაფერი ცდილობს, რომ საკუთარ თავთან არ დაგტოვოს, მარტო რომ მერე საკუთარ თავს არ ჩაუღრმავდე, რადგან როგორც კი საკუთარ თავს უღრმავდები, შენ აღმოაჩენ შენ ღვთიურ არს, შენს თავს. შენ აღმოაჩენ იმას, რომ შენ ხარ განცი, რადგან შენს თავზე მუშაობით დახვეწე შენი ყველა თვისება, ამოიღე ყველა ერორი, ყველა ნეგატიური თვისება, დაამუშავე შენი თავი და ღვთიური გახდი. და ღვთიური რომ გახდი, პირდაპირ დაუკავშირდი ღმერთს და ღმერთს რომ დაუკავშირდი, უფლიდან წამოვიდა ღვთიური ენერგია და შენ უკვე ისეთი ხდები, შენგან კი არ მიდიან, შენთან მოდიან იქეთ. შენ უკვე ფიზიკურად ვერ გშორდება, ღვთის ენერგიას ასხივებ მდგომარეობით და შენ უკვე ენერგიას ასხივებ და შენგან აღარავინ აღარ გარბის. პირიქით ყველას შენთან უნდა და ადრე იმიტომ გარბოდნენ შენგან, რომ შენ საკუთარი თავი როცა არ ყავს ნაპოვნი, შენ ხარ ბნელის მდგომარეობაში და ვამპირის მდგომარეობაში ხარ, არ ხარ შენ იქსაც უნდა იყო და ხალხი გარბის, ამიტომ შენგან არ ასხივებ ღვთიურ ენერგიას და მიჯაჭვული ხარ და არც საინტერესო არ ხარ, არც აზრები მოგდის საინტერესო, იმიტომ რომ ღმერთთან როცა კავშირში არ ხარ, არც აზრები მოგდის, საუბრები არაფერი, ყველაფერი გაქვს სტანდარტულიც არა, აი მინუსში, რადგან საკუთარი თავი არ გაქვს ნაპოვნი. ამიტომ უნდა გაჩერდე ცოტა ხმით. საერთოდ დაანებე ქალვაჟურს თავი. არაფერი მოგივა 1 წელი რომ გაჩერდი, არსად არ წავა ბიჭებო გოგოები და გოგოებო ბიჭები არსად არ წავლენ. 1 წელი არაფერს არ გიწყვიტავს, უბრალოდ მაგაზე ფიქს დაანებე თავი და ცხოვრებაში პირველად საკუთარ თავს დაუთმე დრო, რატომ იცი? დღეს რა იმართებათ ადამიანებს? მთელი ცხოვრება ურთიერთობიდან ურთიერთობაში დახტია, ან მთელი ცხოვრება ძიების პროცესშია. სხვას ეძებს და მერე რომ დაოჯახდება, თავს გრძნობს უბედურად. იმიტომ რომ დრო აღარ რჩება საერთოდ საკუთარ თავს რომ დაუთმოს დრო და საკუთარი თავი რომ იპოვოს. და თუ არ გინდა უბედური იყო, საკუთარი თავი იპოვე ჯერ და მერე ყველაფერს შეძლებ. თუ არა და მერე უკვე აღარაფრის დრო აღარ დაგრჩება. 1 დღეც არ დაგრჩება იმისთვის დრო, რომ საკუთარ თავს ბუუთხრა ან ჭუ. შვილები, ოჯახის წევრები დრო არ გექნება ამისთვის, ამიტომ სანამ დრო გაქვს, გააკეთე. ეხლა ვინც დაოჯახებულია და თქვენს გაქვთ დრო, ნელ-ნელა გააკეთოთ ეს, გაგიჭირდებათ, მაგრამ ბევრი აკეთებს ამას და დიდ წარმატებებს იღებს შესაბამისად. მინიმუმ 1 წელი შენ თავს დაუთმე დრო, შემეცნებებს ჩაღრმავებას, საკუთარი თავის ამოწმენდას და ამ ყველაფერს. თუ არა და თქვენგან ყოველთვის გაიქცევა ყველა, გეყოლება შენს პარტნიორს საყვარელი, იქნები უბედური და ასე შემდეგ, იმიტომ რომ სანამ შენ შენს ღვთიურ არს, გენიალს არ იპოვი, შენ ყოველთვის არასწორ არჩევანს გააკეთებ, ყოველთვის შენაირს ძინარეს იპოვი, რომელიც გაგაუბედურებს, შენს გააუბედურებ და ერთმანეთს გააუბედურებთ. და ეხლა ვისაუბროთ ორი სიტყვით იმ პრობლემაზე, მარტო რატომ ვერ ჩერდები. არიან ადამიანები, რომლებიც ერთი დღე სიჩუმეში უბრალოდ რომ არც ტელეფონი იყოს, თავისთვის რომ იყოს, ვერ ჩერდება, ცუდად ხდება. მარტო შენ იმიტომ ვერ ჩერდები, რომ როგორც კი შენ მარტო დარჩენას იწყებ, საკუთარ თავს უგრმავდები და ბნელი ხელს გიშლის, რომ ეს არ გააკეთო. იმიტომ რომ როგორც კი შენ თავს ჩაუღრმავდები, ამოწმინდა ყველაფერს, მათ შორის იმ ბნელს, არ უნდა მას, რომ შენ გასუფთავდე. სიბნელეში გემალება, რაღაც ილუზიებში რომ ხარ და ბოროტებებს აკეთებ, ბრაზებში ხარ და სხვა დანარჩენში, ამაში იმალება და შენ რომ მარტო დარჩები, დრო გაქვს უკვე გაანალიზო, რა იყო, როგორ იყო, ასე შემდეგ და ბნელი ვეღარ იმალება და ვეღარ გატყუებს და თავისუფლდები. გეშვება გულზე. მე 1 დღე ვახსენე და ეხლა წარმოიდგინე 1 წელი რომ საკუთარ თავს უგრმავდები. სრულად იწმინდები, გესმის? და ღვთიური ხდები და უბრალოდ ღვთიური კი არ ხდები, გენიალური ხდები. შენი თითეული სიტყვა არის უკვე ძალიან სერიოზული ნათქვამი, იუმორი სასწაული, ყველაფერი სასწაული გაქვს. შენ ვერ ისწავლი იუმორს გაკვეთილებით, ვერ ისწავლი გენიალობას, ეს მოდის უფლიდან. გესმის? უფლიდან მოდის მაგარი იუმორი, უფლიდან მოდის მაგარი სიტყვა, აზროვნება, ყველაფერი ეს მოდის უფლიდან და უფლის მდგომარეობამდე რომ იყვიდეს, შიგნით უნდა შეხვიდეს შენს თავში, ამოწმინდა ყველა ჭუჭყი, ბნელის ადგემალება დაინახო და ამას ვერ გააკეთებ, საკუთარ თავს თუ არ დაუთმე დრო და გამუდმებით გარე ყურადღების გადამტანებზე იყავი. იქ ურთიერთობიდან ურთიერთობაში გადახტი, იქ ყოველთვის პარტნიორს ეძებ და ამ ძიებაში ხარ, იქ ფულს ეძებ, იმას ეძებ, ამას ეძებ, ყველაფერს ეძებ გარდა საკუთარი თავისა. საკუთარი თავი ვერ გიპოვია და ურთიერთობას ეძებ. ხვდები რა გიქნეს? საკუთარი თავი
თავი ვერ გიპოვია და ურთიერთობას ეძებ და შენ გონია ურთიერთობაა ყველაფერი. ურთიერთობა ყველაფერი კი არა. შენ აქ ისეთი მისიით ხარ მოსული, რომ შენი მისია არის ყველაფერზე მნიშვნელოვანი. მერეა ურთიერთობა და არა პირიქით. შენ ვერ იპოვი შენს ღვთიურ ურთიერთობას, თუ შენი მისია ნაპოვნი არ გაქვს საკუთარი თავის გაცნობიერებით. შენი თავის გაცნობიერებაა შენი ნამდვილი მისია და ამის მერე გეკუთვნის ჯანმრთელი ურთიერთობა. მაქამდე ბნელის ურთიერთობა მოდის. ამიტომ ყოველთვის. რადგან პირიქითაა, ჯერ ურთიერთობა და მერე პიროვნული ზრდა კი არა, ჯერ სულის ზრდა და მერე ურთიერთობა. და ეხლა შეხედე, შენ რო შენ თავს გაწმენდ, ყველაფერს გააკეთებ და ამ ყველაფერს იზამ და შენაერს რომ იპოვნი, შენ ეს ბედნიერება რაც გგონია გაუღვიძებელზე და დაუმუშავებელ თავზე და ვითომ ბედნიერება ის არის ბედნიერება იმ მდგომარეობიდან რომ ხარ ურთიერთობაში, რა მდგომარეობაც მე აგიხწერე ეხლა და ისიც შენაერად რომ არის, ორივე ერთნაირად რომ ხართ და რეზონანსის ეფექტით სასწაულ გზნობებში და ემოციებში ხართ და ეს არის ნამდვილი. ჯერ სულის აღმოჩენა, მერე ურთიერთობა მოდის გენიალური. ჯერ ურთიერთობას თუ აღმოაჩენ, ყოველთვის ქაქში ხარ, რადგან შენს ურთიერთობას და შენს არჩევანს ურთიერთობაში განსაზღვრავს შენი პიროვნული მდგომარეობა და შენი პიროვნული მდგომარეობა თუ არ არის აღმოჩენილი, გახსნილი, გენიალური, შენ ყოველთვის ირჩევ არასწორს, ყოველთვის არასწორად იქცევი ურთიერთობაში, კომპლექსებიდან გამომდინარე, შინაგანი ბნელებიდან გამომდინარე, ვერ მოგიშორებია იმიდან, ამიდან და შენ თავად ხარ ტოქსიკი და შენი პარტნიორის ტოქსიკია და ერთ დიდ ტოქსიკურ ნამცხვარს აცხობთ და მერე შორდებით, მერე ისევ ახალს ეძებ და არ ჩერდები, რომ დაფიქრდე. საკუთარი თავი ხომ არ მაქვს აღმოსაჩენი ჯერ. ყველაფერს რომ თავი დაანებო, შენ როგორც საკუთარ თავთან ჩაღრმავებას დაიწყებ, შენ ცხოვრებაში ამოტივტივდება ყველა ის მოვლენა ურთიერთობებში, ქალვაჟურში, რაც მოხდა და ყველაფერს გადააფასებ საერთოდ სხვანაირად. აბსოლუტურად მიხვდები რა არჩევანს აკეთებ პარტნიორში, რა შეცდომას უშვებ, რა შეცდომით არჩევ და ყველაფერზე პასუხი მოგეცემა და შენ რა პასუხი უნდა მოგეცეს? ტკივილს ტკივილით რომ ფარავ. დაგშორდა, გავიდა რამდენიმე თვე, იპოვე ვიღაც, გადაფარე ამით პრობლემა, გადაფარე პრობლემიდან პრობლემაზე გადადიხარ, ურთიერთობიდან ურთიერთობაში კი არა. ვერ აცნობიერებ მიზეშედეგობრივ ფაქტორებს, პრობლემებს და სხვა დანარჩენს. და ეს ეხლა მე ერთი პატარა წახნაგი გითხარი, საკუთარ თავში ჩაღრმავება რაშიც დაგეხმარება. გენიალობა გელოდება, გამთლიანებაში ვაკვირდები ამ ფენომენს. ყველასთან ამ ფენომენს ვაწყდები და რა ფენომენს? შენ სწავლო ფიზიკას, ბიოლოგია, ყველაფერს სწავლობ, მაგრამ ვერ ხდები გენიალური. გაკლია ყოველთვის რაღაც და როდესაც ადამიანი სულიერებას უღრმავდება, საკუთარ თავს უღრმავდება, ამოწმენს ყველა ჭუჭყს, ყველა დეფექტს და გასუფთავდება და ამუშავებს თავის თავს, ადამიანები ხდებიან გენიალურები. ამას ვაკვირდები ფაქტით და ყოველთვის მოდიან მერე და მეუბნებიან გაოცებული. ღმერთო ჩემო, ეს ვინ ყოფილო არ ეს რა ყოფილა? თურმე მშვიდი რა ყოფილა? თურმე ეს რა ყოფილა? თურმე ის რა ყოფილა? ანუ ადამიანები ამ სიტყვებით, ამ განცდებით მოდიან, იმიტომ რომ ვერ იპოვი შენ ვერც ურთიერთობაში გენიალობას და შეგრძნებას, ვერსად ვერ იპოვი, ვერც უბრალოდ ლოცვით ვერ იპოვი, ვერც უბრალოდ ტაძარში სიარულით ვერ იპოვი, ვერ იპოვი შენ ვერსად ღმერთს, გარდა საკუთარი თავისა, შიგნით და ღმერთი შიგნით რომ იპოვო, უნდა ამოწმინდო ყველაფერი შიგნით. ჭუჭყები რაც გაქვს, ქმედებები, სიტყვების სისუფთავე, ფიქრების სისუფთავე, რასაც გამთლიანებაში გასწავლი. და ნახე, როგორც კი შენ ამას აკეთებ, ავტომატურად უკვე ღმერთს უკავშირდები კვანტური ხიდით, ენერგიით და იქედან მოდის, ღმერთიდან მოდის ცოდნები, გენიალობა, იუმორი, რაც გინდა. და ხალხი მერე რო გისმენს, ფიქრობს რა გენიოსია. გოგო რომ მოდის შენთან, ფიქრობს რა საყვარელი ბიჭია, ეს მიყვარს, მე მგონი შემიყვარდა. ბიჭი რომ მოდის, გოგო რო ხარ შენთან, ფიქრობს რა საოცარია, გიждები ამაზე. რა გარეგნობაც არ უნდა გქონდეს მაგის მიუხედავად. იმიტომ რომ შიგ თავს აქვს მნიშვნელობა და არა გარე თავს. გარე თავსი ყოველთვის მალე ბეზრდება ადამიანს და მთავრდება და შიგ თავსი ყოველთვის ინარჩუნებს თავის მდგომარეობას სხვა ადამიანთან მიმართებაში. მარტივად გეტყვი, ლამაზი თუ ხარ და შიგნით თუ ხარ პრობლემური, ის შეგიყვარებს თავისი ჭკუით. ექნება შენთან ურთიერთობა და მერე გიღალატებს. ან წავა შენგან. იმიტომ რომ ეს გარეგნული მდგომარეობა მალე სრულდება, მალე მობეზრებადია, მალე დამთავრებადია, რადგან სრუა და არ აქვს დიდი ხნის შენარჩუნების თავის ფუნქცია და შიგ თავს ყოველთვის მუდმივი შედეგი აქვს, რადგან შენ ხარ შიგ თავსი მუდმივი ღვთისწყარო. და მე იმაზე კი აღარ ფიქრობ, როცა საკუთარ თავს გახსნი. ურთიერთობაში ვიყო, არ ვიყო, სად ვიყო, როგორ ვიყო. ბედნიერი ხარ, კარგად ხარ და ურთიერთობაშიც გინდა რომ იყო და იქ საერთოდ ბევრად მაგრად ხარ. საოცარი ხდები და ამას ადამიანები გრძნობენ და მაგნიტივით იზიდავ ადამიანებს. შენთან უნდათ და შენთან ეხლა იმიტომ არავის არ უნდა რომ საკუთარი თავი არ გაქვს ნაპოვნი და პრობლემებში ხარ მთლიანად. მთლიანი შენი მდგომარეობაა პრობლემა. პრობლემა ხარ. შიგნით ხარ ქაოს
ქაოსი, დისბალანსი და ერორების ბუკეტი და არ მოსწონს ეს. არც შენ არ მოგწონს ისეთი ადამიანი. და კეთილშობილს არ უნდა ხარ შენ. მე ახლა მომიტევე, მაგრამ შენ თუ შენი თავი ნაპოვნი არ გაქვს, პრობლემები თუ გაქვს, სულ რომ მილიონი გადამიყადო და სულ რომ ვიღაცა ჩამოსხმული იყო, არ მაინტერესებ ხარ, იმიტომ რომ ნამდვილი არ გაქვს შიგნით. ეს გარეგნობა მთავრდება მალე. ხვალდაზე გამიქრება ყველაფერი. რადგან თავარწყარო შიგ თავსი არ არის. სუფთა, ნაპოვნი, ღვთიური და ის როცა არ არის ღვთიური ნაპოვნი, შხამია უკვე შიგნით და შენგან გამოვა შხამი და შხამი რომ გამოვა შენს სილამაზესაც წაშლის, შენს ყველაფერს წაშლის. ამიტომაც არის რომ ყველა გარბის შენგან. რამდენ სიმპათიურს უთქვამს გოგოს ბიჭ შენგან წავიდა, აი შოკი მემართება მეთქი ამისგან როგორ წავიდა. იმიტომ წავიდა რომ ვერ იპოვა შენ შიგ თავსში ის. ვერ მიიზიდე და გარეგნობით ცოტა ხანი დააკმაყოფილე და მერე გაიქცა. და შიგნით რომ გქონოდა ის, რასაც აქ იხსნი, შენგან წავიდა კი არა. შენზე მზედამთვარე ამოუვა და მზედამთვარეზე რომ ოცნებობთ, მიიღე ეს საჩუქარი, ეს ცოდნა და გახდი მზედამთვარე და იქნები ბედნიერი. იმათვის, ვისვისაც ცნობილი არ არის. დამთავრდა, ხალხო, დამთავრდა ძველი ქალვაჟური ურთიერთობების ფორმები. ვეღარ გააყალბებ შენ შენს ნამდვილ მდგომარეობას. ვერც გარეგნობით, ვერც ლამაზი მაკიაჟით, ვერაფრით ვეღარ გააყალბებ შენს ნამდვილ შინაგან მდგომარეობას. აღარ გიშველის გარეგნული სილამაზე, აღარ გიშველის ფული, არაფერი აღარ გიშველის, რადგან ეხლა ისეთი დრო მოდის, ყველაზე ძვირადღირებული რესურსი, მდგომარეობა არის ღვთიური რესურსი მდგომარეობა. ყველაზე ძვირადღირებული. რატომ? მარტივად გეტყვი. ადამიანები ისე იღვიძებენ, რომ უკვე პირი მაქვს დაღებული, ადამიანები ისეთ რაღაცას მიყვებიან. მე თავადაც ხომ ხედავ რა ხდება ენერგიებში და რეები დაიწყო საერთოდ. მაგრამ ხალხშიც ხო არის ეს? უბრალო ხალხშიც ხო არის ეს? და შენ მიხვალ პაემანზე და ის გოგო შენში ყველაფერს წაიკითხავს. უბრალოდ გონებაში ექნება აზრი. ანუ ამის უნარები შემოდის ადამიანში უკვე. შენ ვეღარ დამალავ, გოგო ვეღარ დამალავს, ბიჭი ვეღარ დამალავს, ვეღარ დაიმალებით და დაამთავრდა ძველი დრო. რაც მალე გააცნობიერებთ, მით მალე მიხვდებით რომ საკუთარ თავს უნდა ჩაუგრმავდეთ, გახდეთ ნამდვილი ჭეშმარიტი და ნამდვილი ჭეშმარიტის ღვთიური სურნელოვნებით მიიზიდავთ პარტნიორს და ორივე ააყვავებთ ერთმანეთს და ისეთ ბედნიერებას იგრძნობ, რომელიც შენ ჯერ აქამდე არ გიგრძნია. გარანტირებულად გეტყვი. შენ თუ გძინავს, შენ თუ შენი თავიდან ამოღებული არ გაქვს არაფერი, შენ იცოდე ერთი რაღაც გარანტირებულად რომ შენ არ იცი რა არის ნამდვილი ქალვაჟური ნეტარება, არც სექსში, არც ურთიერთობაში, არაფერში. ამიტომ შეჩერდი ცოტა ხანი, საკუთარ თავს დაუთმე დრო, შეიმეცნე, გახდი ღვთიური და გახდი ის, ვინც ყველას უნდა. ამოიღე შენგან ყველა ჭუჭყი, რასაც გამთლიანებაში გასწავლი და მომავალს დახვდი წინ. ნახე, უცებ მოხდება ეს, უკვე დაიწყო ეს პროცესი და შენ მზად არ იქნები, შეყვარებულის დაგშორდება, თუ ის გაწმენდილია. პაემანზე წახვალ, ვეღარავის ვეღარ მოატყუებ, აღარც გარეგნობა გიშველის, აღარც ფული გიშველის, არაფერი არ გიშველის, ადამიანები პირდაპირ წაიკითხავენ ამ მდგომარეობას და თან ისეთი დრო მოდის. ნახე, ისეთი დრო მოდის. ყველაზე ძვირადღირებული რესურსი ამ სამყაროში იქნება ორი რაღაც. იმუნიტეტი, რადგან აცრები გინადგურებთ იმუნიტეტს და ყველანი შეჯდებით ნარკომანებივით აცრებზე. იმუნიტეტი იქნება ყველაზე ძვირადღირებული რესურსი, რომელსაც ფულით ვერ იყიდი და სულიერი მდგომარეობა იქნება ყველაზე ძვირადღირებული რესურსი, რომელსაც ფულით ვერ იყიდი. და ალბათ ეხლა კითხვას დასვამთ. ეხლა რატო არ არის ძვირადღირებული რესურსი? იმიტომ რომ ეხლა არ ჩანს ვინ არის შიგნით. კარგად. და ყველა რომ გამოჩნდება შიგნით ვინ არის, აი მაშინ ფასდაუდებელი გახდება სულის სისუფთავე. ფუნქციურად. ეხლა ფუნქციას ვერ ხედავთ, რადგან დამალულია. როცა გამოჩნდება ყველაფერი, ნამდვილი ფასეულობა, რასაც ექნება, იმაზე დება ფასი და ის იქნება ფასეული და არ გექნება, რადგან არ იმუშავე ამაზე და ამას ჭირდება დრო, რომ ეს გახდე და დაიწყე ეხლა და გახდი ღვთიური, მომავალს დახვდი მომავალში, ღვთიურობაში და გაიმარჯვე და გახდი ნათელი სული, რომელიც ასხივებს ღვთის ხმას. გახდი ღვთიური, იპოვი შენაერი ღვთიურს და იბედნიერე და ბედნიერი იყავი და დალოცვილი იყავი და დაგლოცოს უფალმა. ვინც ამას მიხვდება ეხლა მე რასაც ვამბობ, ის ცხოვრებაში მიიღებს კოლოსალურ შედეგს და ვინც ამას გვიან მიხვდება ან ვიღაცა იფიქრებს რომ აუ რა იდიოტობებს ლაპარაკობს ჩემზე. ხო ვიცი რომ ვიღაცა ამას ყველა ვარიანტში იფიქრებს. ხალხო, გონს მოეგეთ, ამას გეტყვით. გონს მოეგეთ, სანამ ამის დრო გაქვთ. სიყვარულით გეუბნებით, გონს მოეგეთ, სანამ ამის დრო გაქვთ.